გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ჯაფარას დაჭერის დღეა, მაგრამ რაღაც ზედმეტად დრამატიზირდა, იმიტომ რომ მუხლი, რომელსაც ედავებიან, სანქცია არის 1 წელი და ვერ იჯდება ეს დეკაპრისტი არ გამოვა ჯაფარასგან. წავა დაისვენებს მაკარონი პაფლუცკი შეჭამს, წიგნებს წაიკითხავს თუ აქვს ახლა წიგნების კითხვის ნერვები და დაისვენებს რა მართლაც რომ ამ საგიჟეთს გაერიდება და ეხლა რაღაცა დრამის დადგმა რომ აი რეჟიმმა ახალი გრაფი მონტე-კრისტო გამოჩეკა და სადღაც ჯურგმუში ჩააგდო, არ გვინდა. შეეძლო მიებაძა ვაშკასთვის, ჭიჭესთვის, იმისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის, გივია თარგამაძისთვის, ბადრი ჯაფარიძესთვის, გადაეხადა გირაო და არ მოუწევდა სროკია. მედიაში ეგაწიეს, თავად მედიაში ეგაწიეს, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო იჭერენ და რეალურად იჭერენ გირაოს არ გადახდის გამო. რა ვიცი, მიდი აბა არ გადაიხადო გირაო ნებისმიერ რომ ჩვენ გავხადოთ თუ არ დაგიჭერენ ახლა. რო ამბობ მეცინება. ო, რა თქმა უნდა. მიხვდი 1 წელია სანქცია. 1 წელს ალბათ არ მიუჯიან ცოტა ნაკლებს. რა სროკი ბიჭო? ხო, მაგრამ მე ის მაინტერესებს კაცო, რუბიოს ნათქვამმა ეხა გუშინ. არ გაჭრა ჯოულსონმა და რუბიო. მაინც დაიჭირეს ჯაფარა? ჰა, მაინც დაიჭირეს. ჯოულსონ უკვე გამოეხმაურა, იცით? მართლა. აბა რა ლაივში უყურებდა რა ფორმულაზე ზის და უყურებს რა. რაო. ეს არისო ჩინეთისკენ, ირანისკენ და რუსეთისკენ გადადგმული კიდე ერთი და ბიჭო, იქ რესპუბლიკელებს აგიჟებს იმათთვის, ხო ჩინეთი და ირანი თემა. კლასდია. რუსეთი ჩრდილოეთით არის, ჩინეთი აღმოსავლეთით, სამხრეთით არის ირანი და საით გავთავნაბიჯებს არ ვიცი. არა, რესპუბლიკელებს агиჟებს იქ ხო ეხა ის რო თქვან რომ იცი რა ეს ანტიევროპული რა მე იქ არაფერი არ არის და პროჩინური და პროირანული უკვე და ტრამპი რესპუბლიკელების ლიდერი ყველაფერს ლაპარაკებოდა იძახის რომ ჯიგრულად არის საქმე როგორც ჩინეთთან ისე რუსეთთან ისე ირანთანო და რა ვიცი აბა როგორც რუბიომ გითხრა რაღაცებში გვაქვს გასარკვევი. ჯაფარა გმირია შენი აზრით? არ ნუ ეს ვით ჯაფარას ხო იცი ეგეთი. ჯაფარა არპერლი მაიმე დედა ჯაფარა. ბაჩოს საყვარელი პერსონაჟი. ხო, გიაბუღაძე უნდა გავაკეთოთ აუცილებლად რა. უკვე შემზარა. ბუღაგია. ზურა მართლა სერიოზული მოვლენა ამ შემთხვევაში ეს იქნება ფაქტიურად აი სასიკვდილო ლურსმის დაჭერება ქოცების პოლიტიკურ კუბოზე პირდაპირ შემიძლია თქვა და რეალურად ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა რომ ჩვენ არ გვიშინია მათი და აუცილებლად ჩვენ გავიმარჯვებთ. მაშინ ყიჟინა რატო არ აქვთ? თუ ბოლო ლურსმანი არის ჯაფარა, რატო სასიხარულო ფოერვერკები რატო? დავიწოდი კიდე რომ რატო გადაიხადეს ვიღაცეებმა. ხო. ეგრე არ არის. მამუკა ხაზარაძე რადონის ნაგლე არის რომ თვითონ გადაიხადა გირაო და ამას რომ იმას ქნის რომ ბორკელები რომ დაადეს პოსტი გამოდო რომ გამძლეობას გისურვებო და პოლიტპატიმარი ხარო და ამბებ. შეიძლება თვითონ რატო გადაიხადა? თვითონ რატო გადაიხადა? შავზარიყო თვითონაც დაუწერდა. კაბუს ძალიან ცნობილი რატო არ უტყავდა სტკივად. კარგი, ნუ გიაბუღაძის სერიოზული ანალიზია, ჯაფარიძის ანალიზი გავუშვა. სოფოს რუსული ოცნება შედის ჩიხში, უბრალოდ შევიდა ჩიხში, საიდანაც გამოსასვლელი უბრალოდ არ არსებობს. თავარი არის ერთი, ვიდგეთ გარეთ, ვიყოთ ბევრი და ძალიან მალე ყველა ნათლად დავინახავთ თუ როგორ ჩამოიშლებიან ისინი. სადი მოხუცეს კვილები დააცალე რა. ბიჭო, აი კიდევ ერთხელ ჭარბი რეალობა რა კარგია. შენ საიდან ისეს ხე ტერმინი რა? აკადემიური ტერმინია პრინციპი სოციოლოგიიდან. აი მე ძველი ანდაზა ვიცი რომ რამდენიც არ უნდა იძახო ჰალვა, სიტყვას ვერ იგზნობდა. თურმე ეგრე არ არის რა. ანუ იმდენად იძახეს რომ ჩამოშლილია რომ დაიჯერეს ბიჭო, დაიჯერეს. ეს შეუძლებელია ხა. მე მგონი მაგათ მართლაც აი ამ ჭარბ რეალობაში ვცხოვრებთ. ვირტუალურ რეალობაში ცხოვრობთ, ჯერათ რომ აი ჯაფარიძე რომ დაიჭირეს რუბიომ რაღაც თქვა, რაც თვითონ უარყოფენ რაც თქვა, ჩვენ დავემხობთ რა. სხვა შორის იცი რა არის სიგმუნდ ბაუმანი ამბობდა რომ ადრინდელი სამყარო ბევრად ნაკლებად იყო პოლარიზებული. და რატო პოლარიზაციას ხელი ყველაზე მეტად შეუწყო სოციალურმა ქსელებმა. სოციალური ქსელის ალგორითმი თვითონ არის მოწოდებული შემდეგნაირად. შენ რაც მოგწონს, იმას გიგდებს. შესაბამისად, ქართულ სოციალურ ქსელებში გახსოვთ ის ცნობილი გამოთქმა, ვინც არ მეთანხმებით წამშალეთ, იტოვებ ფრენდებს, იტოვებ შენ ბაბულს. ალგორითმიც ეგრე მუშაობს. პრინციპი ეგ არის და მეორე თვითონ ყავთ მხოლოდ თავისიანები უყურებენ თავის მედიას და შესაბამისად
მისად. ეხლა გინდა არ გინდა შალვა 10 წელი რო გელაპარაკო რაღაც და სხვა არაფერი არ ნახო, ხო? რომელ ფილმს შეიძლება ეგეთ შეადრო, რომ რაღაც ალტერნატიულ რეალობაში როა და საერთოდ ნუ მატრიცა კი ბა. არა, ცნობილი ფილმი რო არის კუსტურიცასი, კაცო, ბუნკერში რო არის და რო არიციან გარეთ რა. ზუსტად ანდერგრაუნდ, აი ეგ არის, ეგენი არიან მან. გვარამია გაუ. ის სამგვარამია გაუ. ჯაფარაზე რო ამბობენ რა, რომ ბევრი პოსტი დაწერეს რა, რომ იმის ისეთი ხელისუფლების დანაშაულების გამო დაიჭირეს უნაცებზე, რომელთანაც არ უმუშავია, ანუ არ ყოფილაო რა ხელისუფლებაშიო 2012 წლამდე, რომ ეგ დებილი ხო მართლა 2013 შევიდა მე ნაცებში. მაგრამ უყურე თემა რა არის? ზურა ჯაფარიძე ყოველთვის იყო ნაცი. ნაცების პერიოდში იყო NGO-შნიკი ნაცი, ანუ ნაცების კონტროლერებადი NGO იყო, წარმოადგენდა NGO-ს, რომელიც დარბოდა ეთერ-ეთერ და 2011 წელს მაგალითად საუბრობდა იმას, რომ ბიზინა ივანიშვილი როგორი ცუდი ფიგურაა, როგორ არ შეიძლება პოლიტიკაში შემოსვლა. მიშა თავხელიძე რო იყო და ეგ გიჟი ლიბერტარიანი გოგო იყო. არა, მე გეტყვი, მაშინ არ იყო პირდაპირ ნომრით პარტია, არა, სხვა გოგო იყო. იმან რომ მიიტანა კაცო, ყვავილები რომ მიიტანა რეიგანის საფლავზე თუ რაღაცა. ერთი გოგო იყო მაგასთან ერთად NGO-ში, არ მახსოვს სახელი და გვარი. გავიხსენე. ხო, ნუ ანუ ეს თეა თუთფერიძის კალიბრი არ იყო. ეხლა ჯაფარაძე დაახლოებით რა კალიბრის ტიპი იყო. ჩვენ თუ ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმს, მაგ პერიოდის რეჟიმს უწოდებთ რაღაცა მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში თუ მოვაქცევთ და უწოდებთ მწამებლურ სისტემურ წამების შემქმნელ რეჟიმს და შევადარებთ თქვათ ნაცისტებს და დენაციფიკაციის პერიოდს იქ უშუალოდ ეხა აღსრულებაში და მენეჯმენტში ვინ იყო არ ვიცი, ჰაიდეგერი დასვეს სახში დენაციფიკაციის პერიოდში, იმიტომ რომ უჭერდა გარკვეული მიმართულებით ხარს და ჯაფარა იყო ჩვეულებრივი პროპაგანდისტი, ოღონდ როგორი ცუდი პროპაგანდისტი იცი და NGO-შნიკი. ის უბრალოდ საჯარო მოხელის და ვთქვათ აი ამ პოლიტიკური სუბიექტის სტატუსს არ სარგებლობდა. თორე იყო ბენდუქიძის შნირი, ბენდუქიძეზე აი ესეთი კოლექტიური ჩუკენობა ჰქონდათ გაჩაღებული მაგათ, ის მიშა თავხელიძე ცალკე, გიჟები, სულელები, ლიბერტარიელები რაღაცა დღეებს აწყობდნენ ბიჭო კაპიტალიზმის შეწირვის დღე რეიგანი და ნუ აი სექტა რა ჩვეულებრივი რა და მერე ციხის ყადრების მერე კაცო აიღო პასუხისმგებლობა და შევიდა ნაციონალურ მოძრაობის დივანი გახდა გენერალური. ერთ-ერთი ყველაზე ბანძი გამправებული იყო დაბულას კამანდასთან ერთად, რომელიც ამბობდა ეთერში როზისთან მარტივად შეუძლია მოიძიოს ნებისმიერ ადამიანი YouTube-ზე, სადაც ჟურნალისტებს ეუბნება, რომ კიო ვიცოდით რომ ციხეში წამება იყო, მაგრამ კვლევა არ არსებობდაო საზოგადოებაში. საზოგადოების მისაღები იქნებოდა თუ არ ციხეში გაუპატიურებდა. და ისედაც აი თუ არ აღიზიანებს ეს ხალხს, აი ოკეია. მოდი გვარამია გავუშვი. როგორც აღება ბუდაპეშტის პოლიტიკური ლიდერი შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში. ხატების კუთხეს როგორც აღება ბრძოლას, მოცემულობა არის სამწუხაროდ თუ როგორც არის, მაინც უნდა აღნიშნო, რომ ერთი პოლიტიკოსის პოლიტიკური პატიმრობა, ნუ დემოკრატიული სამყაროსთვის უფრო შესამჩნევია ხოლმე ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანების რაოდენობის და მიუხედავად ეს არ არის კარგი, მაგრამ ესეთი მოცემულობაა. ერთის ნაცვლად იქნება 3. რას ვიზავთ, ვერ ვიზავთ. ქართული ოცნება ამით საქართველოს გადაჭრება. პარტიაც გადარჩება, კოალიციაც გადარჩება და ჩვენც გადარჩებით. ქართული ოცნება დაზიანდება უპირობოდ. ჩვენი ქვეყანაც გადარჩება გავთიშოთ და ერთი წამი რა გავთიშოთ კი ქართული ოცნება დაზიანდება როგორც შენი დაჭერით დაზიანდა ქართული ოცნება მაგრამ ეს არ იყო დაჭერამდე რომ ამბობდა ბიძინა ივანიშვილის კაპიტულაციას პირადად მე ჩავიბარებო და დაიჭირეს რა ვიცი არა რითი დაზიანდა ქართული ოცნება თუ არ მოიგო რომ ეს ყაჩაღი ბანდიტი და მწამებელი დაიჭირეს დაასვენეს რა მოდი დაჭერა გახმამაღლა ნათქვამი გაისეინებს და გამოვა მოფერიანებული როგორც ახლა ცხინა ხო იცი გამოდიან იმის დედავატირა ტიპები და ზოგადად ამათ ხელიდან ჩვენ ხომ კუდრები ვართ უკვე ჩვენ ხო საყოველთაო იზოლაციაში ვართ მეტი რა უნდა გააკეთ რა მეტი აი ჯაფარას დაჭერდა და არ დაჭერდა აი ხო ხდები მათი აზრით მივფრინავთ უსხულში რა გადავიჭეხეთ უკვე
ჯაბარას არ დაჭერით, დაჭერით რა უნდა დაგვემატოს რა პრობლემა. აი ეგრე აწევ ეგრე რო აწევ ტემპერატურას, ხო? მე შესაბამისად რო იყვირებ მგელი აღარავინ დაგიჯერებს. რეალურად შვიდად რატო არიან ახლა ესენი ყველანდა მათ შორის საჯდომით მოუბარი კაცი. იმიტომ რომ აღარ აქვთ ნარი და აღარ აქვთ. იმიტომ რომ რესურსი შედის, სადაც მან ძალიან კარგად იცის რომ კვლევების გარეშეც და ისედაც თავიანთი დანერგილი პრაქტიკისგან განსხვავებით მას იქ არავინ არც გაუპატიურებს, არც ფიზიკურად იზალადებს მასზე, არც სალაფავს საჭმევს, ხშირად პაფლოცკი ჩათვალოს რომ საბჭოური წამების მეთოდი არის, მაგრამ და განათება შეიძლება რაღაცა ცოტა ისე ტორშერი და განათების ტემპერატურა. ხო, აი ვიცი რა ეკონომნატურები იყო რა, შეიძლება ეგ არ შეუძლია რომ წიგნი წაიგითხოს და რაღაცა თვითგანვითარებით დაკავდეს და ტელევიზორიც ექნება. ხო, ტელევიზორიც რასაკურველია. ხო, რა ცხოვრებაში არ წავკითხავ, შეუძლია ახლა იქ ხო, რა თქმა უნდა, შვიდად იქნებიან და არანაირი დაზიანება როგორც ასეთი ხო არ იქნება, იმიტომ რომ კაც ჩარჯდება რაღაც სავარაუდოდ მაქსიმუმ ნახევარი წლით და შვიდად ნახევარ წელს მერე გამოვა მიუხედავად იმისა რაოდენ ოდიოზური არ უნდა იყოს ეს. ლევან სანიკიძე, აბა გუბა ხო და აი გვარამიას პროკურორობის პერიოდში, ხო, მაგ პროკურატურის პერიოდში. ციხეს ჩაჯდომა რას ნიშნავდა, ეგ უნდა გავიქცე. ხო, მეგის კარდავას ციხეზე რომ შედიოდეს, კი ბატონო, ჩვენც დაზაფხულები ვიქნებოდით, რაზეა საუბარი. ლევან სანიკიძე. არ შეიძლება ქართველი ხალხი და დასავლეთი რიგ მიდგომებში იყოს უფრო რადიკალური ვიდრე ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გვაქვს პრეტენზია, რომ 27 ოქტომბრის დილას უნდა გამختارიყავით ქვეყნის მესვეურები. აი ეს არ შეიძლება. ამიტომ აი ამ ქვეყნის დავატირე, რომლის მესვეურიც ეს უდესმე იქნება. არჩევნების თემაც, იმიტომ რომ თუ აი ამ ორი გზა არის, ხო, ერთი არის ივანიშვილის პირობები, რაც გულისხმობს რადიკალიზაციაზე რომ ლაპარაკობს ეს სტილი. მესვეური არა, მოზვერი ეს მარტა ღორი სტილი. აი ამას ლევან სანიკიძეს ვინმე ლევან სანიკიძე გუბაზიჩი ხო რა უნდა რა რადიკალიზაცია უნდა თუ რადიკალიზაცია უნდა ბიჭო ეხო ელემენტარულია იმოქმედე ჩუმად იმოქმედე და მე შეუტიე თუ გინდა პარტიზანობა თუ გინდა რევოლუციონერობა რა რადიკალიზაციაზე ლაპარაკობს თუ აქვს ერთი ადგილი გააკეთოს შექმნას რა ბოევიკები დაიგირაოს რა ვიცი ანუ მუდმივად ლაპარაკობენ რომ ჩვენ ახლა რადიკალურები უნდა გავხდეთ და რას ნიშნავს ეს რადიკალურობა რა უნდა გააკეთონ გამოექანონ და თავით დაარტყან რაღაცას თუ სტურმით აიღონ რაღაცები ხო იყო უკვე და არ გამოგივიდათ ანუ რას ნიშნავს მართლა ვერ ხვდები მათი აზრით რადიკალიზაცია რას ნიშნავს აბსოლუტურად გაუგებარია აბსოლუტურად რა კაი გივით არგამაძეა რომელიც გადაიხადა მეგობრებო ფული და აღარ დაიჭირა. საგარეოს უნდა დავანებოთ უკვე თავი, იმიტომ რომ საგარეოზე აღარ რეაგირებდა. ხო, უკვე ფაქტია, ეს მოხდები აი, კარგია, აი გააჩერეთ. სხვათა შორის ძველი სკოლა იგზნობა, რომ ფეხებზე კიდიათ საგარეო. და რაღაცა ექსპერტების მარცვალი ამაში არის რა, იმიტომ რომ 2 მაგის, 7 მაგის, 10 მაგის სტანდარტებია. დღეს მაგალითად ბალტიისპირელები გამოვარდნენ ჯაფარიძეზე. ახალი გვარები გაიჩნდა სხვა შორის. იცით ეს გიჟი მანტასი და ვიღაცები არ არიან. რასა არის? არ მიგხსენებიათ ყურადღება? ხო რა. კი. ხო, კი ბატონო. გაუშვათ საბაბუაზე. ზოგადად სა ბალტიის რა უნდა გააკეთოს ჩვენმა პარტნიორებმა? უნდა გააკეთოს სწორედ ეს, რომ ამ ორაზროვნებისთვის მაქსიმალურად შეამციროს სივრცე და ძალიან კაფეო გზავნილებით ესაუბრონ ქართულ საზოგადოებას და დანარჩენ მსოფლიოს და ეს კაფეო გზავნილები მოიცავს როგორც პირდაპირ გზავნილებს, ასევე კონკრეტულ ნაბიჯებს და რა უნდა გააკეთონ ამ კითხვის საპასუხოდ არის ერთი მთავარი ინსტრუმენტი გაგრძელდეს მტრების და მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ სანქციები, გაღრმავდეს ეს სანქციები და ამ სანქციების სრული ნოაშორი და რეგენერაცია რა. ხო, აღარა ცოტა და ალამუტობს. არა, მართლა სანქციები გაღრმავდეს. და რა, გაღრმავება რა არის სანქციების? ანუ ღრმა სანქცია გაუშვათ ვიღაცების შეუზღუდეს შესვლა და ფინანსური სანქციების დაადეს. ეხლა მეორე ცხოვრებაშიც უნდა შეუზღუდონ. რემბო უნდა ჩამოვიდეს. არა, რეინკარნაციის პირობებში ეხლა რომ ლაპარაკობენ შეიძლება ბანკებსო შეუზღუდონ მოქმედებაობა. ბანკი არის ბანკები არის BlackRock-ის და Vanguard-ის ჩვენი ბანკები, მეგობრებო, ეხლა ხანს იყიდა BlackRock-ი და მნიშვნელოვანი წილები. და
ცხოველების არის მაგ თავენთავს არაფერს არ შეუზღუდავენ. ეგ ვიცით ზუსტად, ხო? მე კრედიტი მაგთა თუ გამიყინავენ ანგარიშებს მან ისეთი გოთვერდები არიან, რომ პროცენტი მაინც დაგეწერებ. და შენ რომ ფული შეიტანო? არა, ეგრე არ არის, ვერ შეიტანო. და დასაქცირებული ხარ გეტყვიან და მე აპოკალიფსი რო მოხდება, მე იმას იზავე. ეგრე არის. კუტაბიჭი, ცოტნე გოგელი. მე ყოველთვის ყველა აქციაზე რაც არ ვარ ოპერატორების და ორგანიზებულების აქციაზე არ ვარ ოპერატორი არ კამერატები მივა მანდაც però გონია რომ ერთმანეთის დანახვა ერთმანეთის არის მნიშვნელოვანი ამიტომ ყველა ადამიანს ყოველთვის მოუწევდა რომ ნუ სახლში უკეთესი ოპერატორების აქციაზე იმის იქით განსაკუთრებით ველოდები თუ არა მე არ ველოდები არ მგონია სალომე ზურაბიშვილის მიერ ამის თან ქვეშ ჩამოყალიბებული პლატფორმიდან რაიმე ხარისხიანი გამოწეს მე მაგის იმედი ფიზიკურად არ გამაჩნია. ქიმიურად? არა, ეს ცოტა გამოფხიზლებული. ეს რაღაცა მოხდა ამაში რა. მოფერიანებულა ცოტა. ხო, რაღაცა ფსიქოლოგიური რა, ხო, ფსიქოლოგიური დრო მოხდა. გარდატეხის ასაკი და ისეთი ტოტალურ ერექციას მიაღწია და დადის გაბრიგებული დადის, ვაუ, დაკაცდა რა. მობეზდა ორგანიზმი, მე მობეზდა და მიხვდა რომ ეს არ არის სიამოვნების მწვერვალი, გაიგე და შეხედა, გაიხედა, გამოიხედა და აღარ უნდა რა, აღარ უნდა. აგერ ანი წითლიძეც სალომეს აკუკავს შეხედათ. სალომე ზურაბიშვილი და როგორც ოპოზიციის ლიდერი ვერ შედგა, ეხა ეგ ხო ფაქტია. სალომე ზურაბიშვილმა ვერ გაერთიანა ოპოზიცია, მათ შორის თავის ირგვლივაც ეხლა. ხო. მარტო მიშა არის ხსნა ერთადერთი. ბიჭო, მიშასთანაც პრობლემებია ხა ძალიან დიდი, იმიტომ რომ ეს მიშა რაღაც სისულელეებს წერს და როდის არ წერს? ხო, არაფერი არ შეძლებს. რეალურად არაფერი არ შეძლებს. ხო, პრაქტიკულად ჩვენ გარდა იმისა, რომ მიშა მწონა დაიკლო, მის მიმართებაში არაფერი არ შეძლებს. ჩვენ გვაქვს ეს ავად სახსენებელი პლატფორმა, დღეს სხვა შორის ეთერში არის. პირველის მე მგონი ეთერში არის, ინტერვიუს აკეთებს. თუ არა, ფორმულას ეთერშია. ეს გიჟი ქალი, რომელიც რაღაცებზე ლაპარაკობს რა. რომელი? გიჟი, მითონ პრეზიდენტი რა. და რაღაცებზე ლაპარაკობს. ახლა რაღაც პლატფორმა რო შექმნეს, ეგ არ უნდა გამოსულიყო, ბიჭო. ეგ არ უნდა გამოსულიყო რეზიდენციიდან. თუ ერთი ადგილი ქონდა, მაშინ იყო კრიტიკული და ალამუთის ციხე 2 გაეკეთებინა. რა თქმა უნდა. კი, არც არაფერი არ მოხდებოდა, არც მაშინ. რა თქმა უნდა. არც მაშინ არაფერი არ მოხდებოდა, განა ვინმე ფეკალებით სავსე მასაში ესხავდა, რომ სულის გამოწეულიყო. უბრალოდ გაიწელებოდა რაღაც პროცესები და ეს რაღაც შეინარჩუნებდა ვიც რომ ვითომ მებრძოლია. ეგრეა საქმეზე მიდის და მე ეგრევე იკუკავენ ტიპები რა. გია ხუხაშვილი აბა. ძალიან კაი ვიდეო ჩაგვიგდა სალომეს. კი ბატონო, სალომეს კი არა და იმის ინგა გრიგოლია. ეხა ხუხაშვილი შევერ ვიკაიფე რა. რავი, აღწერეთ ძალიან კაი ჩანს. ოპოზიცია, რომელიც ლიდერი უნდა იყოს ამ მოძრაობის, ხო და ეს მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანები, რაც არის იმას უნდა წყვეტდნენ, ნაცვლად იმისა, რომ უხელმძღვანელო ამას უკვე გავოდეთ, ჩვენ ვართ რიგითი ჯარისკაცები, აი, წარმოიდგინეთ ომში, ხო, არმია მიდის ომში. ეს ხო ომია, კაცო, პოლიტიკური, მაგრამ ომია რა, არმია მიდის ომში და გენერალი არმიას უცხადებს, რომ არმია რო ეუბნება, აბა საწავიდეთ, აბა გეგმარაშია, აბა რა ვქნა მე რა მაგაცი რომ ეს ასეთი გაჩერდ ეს ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი სახლიდან არის ჩართვა ალბათ არა კიდეც აქ ერთი იქიდან არის თუ იქიდან ესე ვერ გავარჩიე ხო არ ვიცი მე რა მაინტერესებს რომ ესეთი ბძენი რო არის ყველა ფეხებზე რატო დაიკიდა არავის და რატო არ არის ვაფშე ხუხს კი ხო ზაპოი აქ არა მე მგონი ყველგან გაბაზდა რომ იდიოტი ბიჭო ზაპოიშნიკს გავს თუმცა არ ვამბობ რომ აზზე არ ვარ სვავს თუ არა ვაფშე წარმოდგენა არ მაქვს ბიჭო სმა ვაფშე წარმოდგენა არა ვაფშე წარმოდგენა არ მაქვს რა ბიჭო ადამიანი რომელიც სვავს უკვე ძალიან ცუდი კაციც არ არის ეს არაფერში კია არაფერს არ აკეთებს სულ თქვასაც ესე მოტურად უთქავს გესმის მოტი ტიპია ნუ ეხლა ნაკაცაა ბიჭო დაზოთადუნაშვილს უთხავს რაღაც უმადურის ერთი ბიჭო უმადურობა არის მომაკვდინებელი ცოტა რა შალვა ხო იცით აი უმადურობა არის მე ყველა უმადურს ეხა ზელენსკის დაზოთადუნაშვილს უთქვია რაღაც და ყველა უმადურს და მართლა უმადურობა არის ჩემთვისაც ისეთი მომაკვდინებელი ცოდვის ტოლფას აი მეგობრებო ძალიან საინტერესო ამშვიდებს გრიგოლია მელიას გაუშვით ბიჭო ვერ ვიკაიფე
თქვენ როცა დაგიჭერენ 29-ში მე ფრანგულ რივიერაზე ვიქნები. საქართველოში პატარა სატელევიზიაში მე არ ვიქნები საქართველოში პატარა სატელევიზიო ლუფტი მექნება და ამიტომ ახლავე პირდაპირ ეთერიდან გეტყვი რომ გისურვებ გასაგებია იმის დგომა ბიჭო იმის დგომა ვაფშე დაგიჭერენო მე ვიგულავებ ნანუკას მე ფრანგულ რივიერაზე ვიქნებიო მაგრამ იცოდე რომ იქიდან მაინც გასაფორთებო რა ცოტა რაღაცა შოპინგი და ჯერ просто კაცო შოპინგი ჩემი დოპინგი იჭერენ აი ესე ცინიკურად просто მიაკუკარო შენ რო დაგიჭერეთ დასასვენებლად ვიქნები და იქიდან როცა კაი წამოწოლილი ვიქნები ტაფჩანზე გავიხსენე შენზე ვიფიქრებო რა შენზე გავიფიქრებო იფიქრებ არა ისა გავიფიქრებ უიო და გადავდებ ტელეფონს და ეს ტიპი ნახე მზადროარი გავუშვა თუ შეიძლება სტოპ კადრი რა ნახე როგორ დგას ძალიან მაგარი სტოიკაა წაკუზული გაიასანგაა ბიჭო მაგას ხერხემალია წუხებს ხო რაღაცა წინძლევს ღირს გადაიხდის შენი აზრით ჩააყოლებს ხერხემალს და არის საშუალება რომ გადაიხადოს კი მაგრამ არა მოდი გადაიხადოს რატო ეგ და ბიჭო პრინციპი არა მე მქონდა სასამართლოზე არც მივალო ანუ გადახდაზე ხო ვარ სამოს მაგრამ სასამართლოზეც არ მივალო და რა დაიჭერე სადმე მე რა დაიჭერენ და მაგას სუპერ ძალა აქვს ეგრევე გულს აიყო ეგრევე თავს აიქცევს მე გულწასულს მიასვენებენ იქ მე რა შეიძლება ეხა შავი საცვალი ჩაიცვას რომ მე სუპერ გმირულად შეხვდეს რა და ბიჭო აი საცვალში რას გულს საცვალ პირდაპირ მშოვ ტანგარო არანჟევი პენუარი და რა არანჟევი ტანგარო ეცვა ეს ტანგა შავი იქნება რა მეტი არაფერი იხდი მეტი კი არაფერი გაიმეტა ბიჭო საწყარი ხო ეხლა დაზო თადუნაშვილი გაუ დაზო არ მოგვასვენებ ვანახეთ დაზო ჩემი დაზო ამ ქვეყნის დღეს ნახე რა კაცია აღიქმოვენ როგორც ველურებად ხალხო იმიტომ რომ ველურები აკეთებენ ამას ქვეყანაში სადაც სიმწრით ვაშენებ სიმწრით მაშენ მე საქმე ვისი აშენებულია ეს გაი გავთიშოთ ბიჭო რა სამოქალაქო ომს და ვარდების რევოლუციას აუშენებია სიმწრით ქვეყანა გავიგე ხუნელას არ გავს რაღაცა მულწიაშკა გმირს გავს როგორც იცი ძალიან ლუზერი ტიპი რო არ ერთი მინუს რაღაცა ტიპი აი ხო იცი ეგეთი ეს გავს თვალებიან ყლაპოს არა ხო რაღაცნაირ ოსტინ პაუერსი კი არა აი ეგეთი ტიპია რა ბალკანელი ოსტინ პაუერსი ხო ხუნელასთან რო შეაჯვარო ბიჭო სულ ფიქრობდი ვისი არის ეს ქვეყანა ვისი აშენებულია თქო თურმე ო მათ შორის მაგრამ არ ბიჭო რა მაგარი რაღაც ჩამოთვალა ქვეყნის შენებაში თან რომელშიც დაზო თადუნაშვილს აქვს შეტანილი სამოქალაქო ომმა და ვარდების რევოლუციამ ააშენა ეს ქვეყანა სამოქალაქო ომმა არ თქვა ეს ანუ მოიც რა არ თქვა სიმწრით ვაშენეთ ვარდების რევოლუციით მაგრამ სამოქალაქო ომით არა უყურე ან სიმწარეებში გაიყვანა ვარდების რევოლუცია და ანუ გადავიხადეთო ეს ფასი გაიგე არა ეს ხო იბრძოდა არა ეგრე თქვა ეგრე არა ეს შენაურო ვარდების რევოლუცია როგორც ნეგატიური მოვლენა ისე მოიხსენია ბაჭო შენ ვერ გავიგე ეს აფხაზეთის ომშიც იყო იქ მოკვდა და მერე ჩამოვიდა აქ იბრძოდა ავღანეთში იყო აგრეთვე საბჭოთა პერიოდში კი ბატონო არა საბჭოთა ეს და მერე აგვისტოს ომში ყველგან თან ორ-ორჯერ ვარდების რევოლუცია აქ ვერ მოესწრო იმიტომ რომ მაგ დროს ერახში იბრძოდა კი ამერიკულ არა ავღანეთში აი საფრის მისიით იყო წასული ეკაბესელია დიდხანს კი არა საერთოდ გაგვიშვია და ой გედევ აფხაზეს ხო არ გაუსვრია ისე შემთხვევით არაფერი არ თქვა ყვიას ხო არ შეუშვირა რო თქვა რომ არ ვისვრიო ხო არ დაურღვევია რა ხან თქვა არ თავი ხო არ შეუშვირა ანუ მივყვეთ ხო და ვენდო ოიც არც უსვრა და არც თავი არ შეუშვირა არა რა თქმა უნდა ჩვენ უფრო კერცე ეკაბესელია მეგობრებო ეტორგიალება უშტოთ ვითომ პრეზიდენტს და ბრაშკაში კაი ხანია გას დაკალობენ ხო რა თქმა უნდა და ამ თემაზე გავუშვება თავად გააკეთონი უკეთესად არ მოწონ ტვისი მე საერთოდ აი ეს მიდგომები არ მეთმის და შეიძლება რატო ფიქრობენ რომ თავმოძრავი უნდა იყოს ყველას როლი მას აქვს ძალიან კონკრეტული გამოკვეთილი ფუნქციები ქვეყნის გარეთ ზეონიკის ფერმეჩი გასაგებია სალომეს რო აკუკავენ ეს тогда сам выбирай колор и сам крась а меня здесь нет დაახლოებით ასეთ პოზაში დგებიან არ გამოვიდა ეხა ის რაღაცა სიგიჟე ვითომ პლატფორმა და მანამდე რა გქონდა დარჩენების წინ მემორანდუმი რო დადეს სიგიჟე რაღაცა აბსოლუტური სისწულელე რა გახსოვს ყველამ რომ მოაწერა ხელი კი სალომესთან რაღაცას მოაწერეს ხელი პუნქტები იყო
იმენა გიჟური და გამოსაროელი თურმე მე და რა იყო იცი თავარი რომ ესენი არ აკომპლექტებდნენ თურმე ხელისუფლებას და ვიღაცაზე ღმერთო გამახსენე მეგობრებო გამახსენეთ ვიღაცაზე გაბაზდა რომ ეს ამასთვის უნდა შეეთავაზებინეს სალომესო პრემიერობაო არა ვიღაცა ცნობილ ტიპზე არ გახსოვთ კი ხო და როგორ დამარია აბრაზნი იყო ვიღაცა ანუ ისეთ სიგიჟეზე მიდიოდა ეს კაცი არა ვიღაცა უცხოეთში მცხოვრები ქართველი რომელიც ცნობილია და იქნებ გაიხსენოთ მეგობრებო და მომწეროთ რა ეს დანამდვილებით მახსოვს მე გაბა კი არა მეც მახსოვს მე უარყო მე იმან იყო შემოთავაზება თვალი ხო არა თვალი ეხლა დვალს ყველგან ვერ გათხრია რა ეგრე არ გამოვა რა სადაც არ უნდა გათხარო ყველგან უნდა გათხარო საუნდს არ ნათქვა მეგობრებო არა ყველგან შეგიძლია გათხარო შენ კიდე ბიჭო ნუ ამახინჯებ აი ნინო კალანდაძე ძალიან საინტერესო რეჩით მეგობრებო ვინ ნინო კალანდაძე ნინო კალანდაძე სარამხანის რა თქმა უნდა გავიგე ბატონო რომ არ არიან რევოლუციური პარტია არავინ არ არის არც რევოლუციური პარტია და არც რევოლუციური ფორმაშია რომელიმე პარტია თავებს ნუ ვიტყვევს და ნუ მოვატყვევთ ნურც მოსახლეობას რევოლუციურ ფორმაში ბოლოს საქართველოს რომელიმე პოლიტიკური პარტია იყო ქართული ოცნების კოალიცია 2012 წელს მას შემდეგ რევოლუციურ ფორმაში არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ყოფილა ამიტომ ძალიანაც ნუ მოინდომებენ რომ რაღაც ამ ნიშა რამენაირად მოირგონ ან გაემიჯნონ ხედავ ბიჭო რაღაც სულ უფრო და უფრო მეტი საღი აზრი ისმის იდიოტებისგან ჭარბი რეალობა დაიჩუდა რა არა მოუწევთ ხვდები მოუწევთ ესენი ხო რადიკალიზაციისკენ უბიძგებენ თავიანთ თავს აბსოლუტური ჩმორები ხო და გოგო ეხლა მე ვიცნობ კარგად მაგოგო ჯერ კიდე 2001 წლიდან ვიცნობ 2000 წლიდან ну 100-ია თუ ისე თანამდებობებს მუშაობდა და დაახლოებით რაღაც წარმოდგენა აქვს პოლიტიკაზე. მოდი აგერ თინო ბოკუჩავას ხონია, კაი კომენტარი და თინო ბოკუჩავა გავუშვით. აიფონა. საქართველოს ერთდროულად ყავდა ხელისუფლება, რომელიც რუსეთს კი არ უწყებოდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმივით. არამედ მთელი დასავლეთი გვერდში ედგა სახელმწიფოებრიობის დასაცავად. 2008 წელზე მაქვს საუბარი. და ამისთვის ასამართლებენ რეალურად ერთ წამით იგივე არა იგივე კი ანუ სწორს ამბობს უყურე რა გეუბნები რას ამბობს ბიჭო რა მაცადეთ რა სამე გოგო ველაპარაკები დასავლეთი გვერდში 2008 წლის ომის დროს მაგაში ამბობს სწორს დასავლეთ გვერდში ედგა 2008 წლის ომის დროს სწორია რაში ედგა გვერდით გამოხმაურებებში ანუ იმაზე CNN-ზე ჯორჯ მაკეინი ლაპარაკობდა რომ რაც უდი რაღაც მოხდა მაკეინის რეიტინგი ავარდა მაგრამ კი და დასავლეთ პრეცაში კანტი კუნტად იწერებოდა რომ რაც უდი რაღაც მოხდა არა რეალურად დასავლეთი იყო ეს ხო იმიტომ რომ აგენტურულმა მთავრობამ შეასრულა დავალება მიღებული დავალება შეასრულა გახვია ქვეყანა ომის ხარცეცხლში და კი გამოხმაურება დასავლეთიდან იყო რომ რაც უდი რაღაც შემთხვა საქართველოს ეგ ამბავი ხო თუ ჩვენ ძალიან მარტივად გვინდა რომ მსგავსი ტიპის გვერდში დგომა დასავლეთიდან ხო კი შეგვიძლია გავხსნათ მეორე კი და მედია ჰედლაინებს პირველი ვიქნებით და აი ყველა და გმირებად გამოცხადდებით მაგრამ აბსოლუტურად ყველა დაიწყო ხო და ნუ რავი ძალიან მარტივი არჩევანი არის მე მგონი რა მედია გამოხმაურებას ჰედლაინ სათაურებით გვერდში დგომასა და რეალურ გვერდში დგომას შორის და მეგობრებო მინდა ის გამოგიდგებიან კიდე გვერდში რატო რო დაიწყო რა თბილისის და ზოოპარკიდან ცხოველები რო გაიქცნენ მაშინ BBC-ს ჰედლაინებში და გარდინის და წამბანიმებს კი მაშინაც ვიყავით შენ იცი რომ შეიძლება პატარა კარგი ამბავი გითხრათ არიან ქვეყნები რომელიც ამით გამოირჩევიან რომ CNN-ში და CNN-ზე და უცხოურ ხოლოდ ეგზოტიკური ნიუსებით ხდება როგორი ოღონდ მიწისძვრით კაცებს რო ჭამენ კაცები ბავშვებს რო ჭამენ შავი ჭირი რო არის სამოქალაქო ომი და არის ცნობილია მთელი აფრიკის კონტინენტზე არა მარტო მაგრამ რომ აი ესეთი არ დაასახელებ ქვეყნებს უამრავია სახელი მათი ძალიან ბევრია და აი ამათ შორის უნდა ყოფილიყავი ჩვენ და მაგარი გადავთ მეგობრებო 26 მაისი არის ორშაბათამდე ჩვენ ამ ფორმატით არ შევხვდებით 26 მაისი რა თქმა უნდა რაღაცა შეიძლება უნდათ არევა მაგრამ 100%-იანი დარწმუნებული ვარ რომ ვერაფერს ვერ აურევენ გამოვიდეთ გარეთ ვიზიობთ ჩვენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მიულოცოთ დამოუკიდებლობა საკუთარ თავს მიულოცოთ მეგობრებს მიულოცოთ და ეს უკვე ახალი
ახალი შეგრძნება ამ დამოუკიდებლობის დღეს, იმიტომ რომ სუვერენიტეტი გამყარდა. აუცილებლად. ეს სხვა დამოუკიდებლობა უკვე სხვა არის. უკვე სხვა არის. სხვა განცდა არის. და ამ განცდით ვიკაიფოთ მეგობრებო. ხო, კვირა დღეს კი უყურებთ ჩემი და ბაჩოს გადაცემას ევროპის რაისი, რომელ საათზე ბაჩო? 21 საათსა და 30. აუცილებლად ძალიან დროული და მაგარი გადაცემა. მაგარი გადაცემა, მეგობრებო, როგორც ყოველთვის კარგი გამოვიდეთ ბიჭებს. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა ყურადღებისთვის და ორშაბათამდე. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს. მოწევა მავნებელი